გაუმარჯოს მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია კარგად ხარ, იმედია ხოძე ხარ. და აი როგორც დაკვირდით, ჩვენი iFootage-ისგან სლაიდერი. ეს სლაიდერი გახლავთ Shark Slider Nano 2660. მოკლედ, კარგახანია მინდოდა სლაიდერის ყიდვა, მინდოდა რა, დღესაც მინდა, მაგრამ არასდროს არ მქონია ისეთი სლაიდერი, ან ხო, მაგარი სლაიდერი არასდროს არ მქონია. რაც მქონდა, მოკლედ იყო Amazon-დან რაღაცა იაფასიანი, რომელიც თავის დროზე ალბათ კაი იყო, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს, კარგახნის უკან გავყიდე. ერთი პრობლემა სლაიდერებში კიდე ის არის, რომ ანუ იმინა მასა დაგაქვს თან რა. ეს არ არის ისეთი რამ, რომ აი ჩვეულებრივად რაღაცა ვლოგის გადაღება გინდა, ჩადეს ზურჩანთაში და წაიღე. ამისთვის არ არის. ეს უფრო ალბათ პროდუქტისთვის, აი პროდუქტ ვიდეოს რომ იღებ, კარგია, რომ იმიტომ რომ smooth მოძრაობა აქვს სლაიდერს. ამისთვის თუ გამოიყენებ, ან რავი, შეგიძლია time-lapse-ებისთვის გამოიყენო. მოკლედ, ეს არის ისეთი დევაისი, რომელიც ანუ ყველაფერში ვერ გამოიყენებ, მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ რო გჭირდება, აი ეს არის რა. ეს გახლავთ მეორე ვერსია, ეს გახლავთ დიდი ვერსია ამ სლაიდერის, ასევე არის პატარა ვერსიაც, მაგრამ ჩვენ დღეს გადვიხილავთ აი ამ დიდ ვერსიას. iFootage-ს რაც შეეხება, მეგობრებო, ჩემი tripod-ები, მონოპოდები, სულ iFootage-ისგან არის, ასე რომ გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ ძალიან კარგი პროდუქტი აქვს, ძალიან ხარისხიანი, მე პირადად გამოცდილი მაქვს, წლებია უკვე მის პროდუქტს ხმარობ. ნუ რაც შეეხება tripod-ებს და მონოპოდებს და რავი, პრობლემა არასდროს არ შემქმნია. მაქვს სამი სხვადასხვა სტილის tripod-ი მათგან და მაქვს ერთი მონოპოდი, ასევე მაქვს ball-head-ები, სულ iFootage-ის. მოკლედ, დავიწყოთ unboxing-ი. პლუსი, რატომ გადავწყვიტე, რომ iFootage-ისგან მეყიდა ეს სლაიდერი ძვირფასად, ის არის, რომ მასზე შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ gimbal-ი და ამ gimbal-ის საშუალებით გავაკეთოთ ისეთი მოძრაობა, რასაც ჩვეულებრივი სლაიდერი ვერ გაგიკეთებს. და ეს ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ ხელით არ შეეხო მას. გარდა იმისა, რომ დააპროგრამო, რომ A პუნქტიდან B პუნქტში ან C პუნქტში როგორ იმოძრაოს კამერა. მოკლედ, ძალიან მაგარი რაღაცაა, მე შენსავით სულ მოუთმენლად ველოდები. აი ესე ლამაზად კოხტად გამოიყურება აი ესეთ პატარა თავის ჩასადებში, როგორც აღნიშნე, ეს გახლავთ დიდი ვერსია, გვაქვს ასევე მისი პატარა ვერსია. ნუ თვითონ ამ სუმკას რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი iFootage-ისგან მოდის ამ მსგავსი სუმკით. გვაქვს აქ ჩვენ iFootage-ის წარწერა, ლოგო, როგორც გინდათ ისე დაარქვით და აქ მხარეს გვაქვს მისი მოდელი, Nano ხო? Nano 2660. სიმძიმეს რაც შეეხება, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ არის ნამდვილად მძიმე, ეს არ არის ჩატე სლაიდერი, მაგრამ ნუ რაც არის, ეს არის. ნუ რეკლამები, აი მონოპოდი, რომელზეც მოგახსენებდით, არ ვიცი ახლა შენ აქ ხედავ თუ არა, აი ეს მონოპოდი მაქვს. ასევე ჩვენს პაკეტს მოყვა აი ესეთი რაღაცეები, რაც ავარაუდოთ ასაწყობია. ნუ გადავდოთ ეს ჯერ გვერდზე, ამ ყველაფერს გავივლით. კიდე რამე გვაქვს შიგნით? კი. აი აქ არის კიდე კაბელები. კი ბატონო, აქ მეტი ჯიბეებში არაფერი არ არის და მთავარს მივადექით, რაც მთავარია. ეს გახლავთ ჩვენი სლაიდერი. შეკრულია ძალიან კარგად, მყარად შეიძლება ითქვას. ამოვიღოთ. ეგ არის. ეს კიდე გადავდოთ გვერდზე. როგორც აღნიშნე, მეგობრებო, ძალიან ხარისხიანი და მყარი კონსტრუქციაა. კონსტრუქცია გახლავთ თუ არ ვცდები რკინაა, იმიტომ რომ ხელში ნამდვილად იგრძნობა, რომ მძიმეა, გამოიყურება აი ასე, ეს სლაიდერი. ნუ იმედია ზევითა კადრიდან ხედავ. გვაქვს აი ესევე აი ეს ფეხების ადგილი შეგვიძლია იმისთვის, რომ ბალანსი კონდეს, მაგალითად ცოტა უსწორ მიწაზე ან უსწორ სკერზე თუ ვდებთ, ძალიან ბევრ adjustments არ მოგცემს, მაგრამ ცოტა adjustments მოგცემს, მხოლოდ ორ მხარეს აქვს ეს adjustment-ი ფეხების და აქ უკვე ჩვეულებრივი რკინის ფეხები გვაქვს, რომელიც არ მოძრაობს. ეს გახლავთ თავარი მოძრავი ღერძი ალბათ, თავარი მოძრავი სისტემა, რომელმაც უნდა იმოძრაოს ჩვენს სლაიდერზე. რავი,
რაც შეეხება კონსტრუქციას, 5-დან 5. ძალიან კარგი და მყარი კონსტრუქცია, ნამდვილად არ გამოიყურება იაფფასიანად. ასევე მეგობრებო, აი ამ კონკრეტულ სლაიდერს ასევე შეგიძლიათ შეუძინოთ გინდა ცალკე, გინდა მთლიან პაკეტში შეგიძლიათ შეუძინოთ თავისი ბატარეა, რომელიც გავგონილი მაქვს, რომ დიდხან ძლებსო, უბრალოდ დაახლოებით $100-მდე ღირს და ბატარეები მქონდა, ამიტომ აღარ ვიყიდე ბატარეით. ეს გახლავთ quick release-ერი, რომელიც შეგიძლიათ დაუყენო კამერას, აი ეს პატარა რამ, შეგიძლიათ ქვევიდან დაუყენო კამერას, მეგობრებო, და შემდეგ კამერა დააყენო აი ასე. ჩაუვლე პირდაპირ სლაიდერზე. აი ასე. ხო, ასევე შეგიძლია ამას ტრაექტორია შეუცვალო, რა მიმართულებითაც გინდა, იმ მიმართულებით შეგიძლია დაატრიალო აი ეს კონკრეტული. მაგალითად თუ გსურს რომ აი ამ მიმართულებით იყოს კამერა და კამერის შემოტრიალებას აი აქ აქვს პატარა ღილაკი, მიაჭერ ამ ღილაკს და შეგიძლია შემოატრიალო მთლიანად კამერა და სლაიდერი დაიწყებს ასე მოძრაობას გვერდულად. მოკლედ ძალიან კარგი ამბავია ეს. როგორც ვატყობ, ამის გამოყენება ასევე შეგიძლია დენზე, შეგიძლია პირდაპირ შეაერთო დენზე და Type-C-ით შეგიძლია პირდაპირ შეაერთო მოწყობილობაში. ხო, აი მივადექით მთავარს შემო მეგობრებო, ეს გახლავთ, ეს პატარა მოწყობილობა გახლავთ სპეციალურად გიმბოლისთვის. თუ რას გულისხმობ ამაში? ამას თუ ცოტა ხანში ნახავ, აი ეს უყენდება აი აქ, შემდეგ იკეტება და ამაზე ზევიდან დგება გიმბოლი. ამას გამოვიყენებთ ახლა და გავტესტავთ ამ ყველაფერს. მობილურისთვის დამჭერი, რომელიც არის cold shoot-ზე, სავარაუდოდ თუ არ ვცდები, შეგიძლია მობილური ტელეფონითაც გააკეთო მსგავსი. აი ამაზე, ამ plate-ზე შეგიძლია დააყენო ეს, დააყენო მობილური ტელეფონი აქ. და ჩაულებებად კამერის მაგივრად გამოიყენო მობილური ტელეფონი, რასაც კიდევ ერთხელ ვიძახი, მივესალმები. აი მეგობრებო, ეს გახლავთ გიმბოლი RS4 Pro, Ronin RS4 Pro, თუ არ ვცდები, ანუ ამას იმიტომ ვიძახი, რომ RS3 Pro-ც მიდევს ზევით, უბრალოდ. ეს გახლავთ RS4 Pro. ნუ, აი ამის მთელი დატვირთვა, როგორც ხედავთ, არის ის, რომ აი ეს ბატარეა მოვაძროთ გიმბოლს ბატარეა და ბატარეის ადგილზე ჩავსვათ ჩვენი იმედია ჩაჯდება ჩვენი სლაიდერი. აი ესე გამოიყურება ეს ყველაფერი. იმედია ხედავ, არ ვიცი ხა მეტი სხვა სივრცე მე აქ არა მაქვს. ასე რომ სხვა სივრცით ამას ვერ განახებ. მოდი ახლა დავაყენოთ ამაზე კამერა და მთლიანად მოძრაობაში ვნახოთ ეს ყველაფერი. დავაყენეთ ჩვენი კამერა და გიმბოლი ამ სლაიდერზე. მოდი ახლა ავირჩიოთ პირველი სცენა, როგორიც გვინდა რომ იყოს, საიდან დაიწყოს გადაღება. მოდი იყოს აი ეს იყოს ჩვენი პირველი სცენა. მივუნიშნეთ A. მოდი ახლა გადავიდეთ B-ზე. B-ზე გადასასვლელად ჩვენ გვინდა რომ ეს კამერა გადმოვიდეს აქეთ, ამიტომ გამორთვას და FN კნოპკას ღილაკს ორივეს ერთდროულად უნდა დავაჭიროთ, რათა გავხსნათ სლაიდერი, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს. პატარა ხმა მოგცა. აი ესე შეგვიძლია გავწიოთ ეს გიმბოლი. დავაყენოთ ახლა აი ასე. აი ასე ამ მიმართულებით მოვნიშნოთ B, ну, აქედან გსურს რომ აი აქამდე გაიაროს, დავაჭიროთ standby, აი თქვენ თვითონ ხედავთ. ცოტა ხმა აქვს, სიმართლე რომ გითხრათ, შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ loop-ზე, ასევე შეგვიძლია შევუცვალოთ მას დრო, ну, რამდენი ხანი მოანდომოს ამ loop-ს. რავი, მე მგონია ძალიან კაი რამეა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ისეთი რამ, რომ ჩაიდე ჯიბეში და ჯიბით ან ჩანთით ატარო, ნამდვილად მძიმეა. არის როგორც აღნიშნე, კიდევ ამის პატარა ვერსია, არის თუ არ აღმინიშნია, ახლა ხო აღნიშნე. ეს გახლავთ ყველაზე დიდი ვერსია, ეს არის 17 ინჩიანი, თუ არ ვცდები. რაც ახლა ჩემი საქმისთვის მაგალითად ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება ასევე პატარა დააყენო კამერა 4K 60 fps-ზე და slow motion-ით აკეთო ეს ყველაფერი. მოდი კიდევ ვცადოთ
ეს ამბავი. მოდი ახლა დრო შევუცვალოთ, რომ ნელა იაროს. და დავიწყოთ. აი ასე როგორც ხედავთ, კამერაც მოძრაობს. აი იცვლის, ანუ პლუსი ამის ის არის, რომ გიმბოლზე აყენია, გიმბოლზე არის შეერთებული. აი ამ მოძრაობას აკეთებს თავისთვის, რაც ძალიან მაგარია. ასევე აქინა შენ შეგიძლია ჩაწერაზე დააყენო, როგორც კი სტარტს მიცემ, კამერა თავისთვის დაიწყებს ჩაწერას. მეგობრებო და როგორც კი დაამთავრებს, თვითონვე გათიშავს ჩაწერას. ძალიან მინდა სხვა რაღაცეებშიც გავტესტო ეს, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ასეა, გარეთ ცივა, ქარია, ხან წვიმს, ხან დარია. ასე რომ აი ესეთი მარტივი unboxing review გამოვიდა. ნუ თუ არ გაქვს გიმბოლი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მოდი შენ შეაფასე, მე მგონია ეს სეტი გიმბოლთან ერთად არის ერთ-ერთი საუკეთესო. აი, შენ თვითონ ხედავ ამ ყველაფერს კადრში, თუ როგორ გამოიყურება. მე კმაყოფილი ვარ. თუ საქმეში გჭირდება, ნამდვილად გირჩევ, რომ თუ შეძენა, შეიძინო ეს. პროსტა ვერ გეტყვი, უბრალოდ ვერ გეტყვი იმას, რომელი ვერსია შეიძინო, დიდი ვერსია შეიძინო თუ პატარა. ეს არის დიდი ვერსია, როგორც ხედავთ, არც ისეთი დიდია შეროგონია და არის ამაზე პატარა ვერსია დაახლოებით ამხელა, ასე ამხელა. გეიგე, ასე ამხელა. ხო და დავი, სულ ეს იყო. იმედია მოგეწონა, იმედია შეაფასებ დადებითად, თუ არ შეაფასებ დადებითად, ეგაც არ აუშავს, ვსწავლობთ ამ რევიუებს ჩვენს, მარტო შენ არ ახარ. ხო და ეგ არის რა. მადლობა რომ მიყურებდი. წავედ, აბა ჰე, მაინც ეს კიდე გავაკეთოთ, დავაი. Stand by. ოჰო. ოპა. წავიდა. მაგარი რაღაცაა. ძალიან მაგარი რამეა. Andrushka, do you want to see this? Oh, I wish I can keep this. Look at that. How nice. Wow, if only you could move like that with your hands. Like you can do like any way, any shape or form you want it. Look at that. Nice, huh? Wow. What would you ever use it for?